მეუფე სერაფიმე ძალიან ბევრ შრომ ჩვენს ეპარქიაში მას ძალიან დიდი შრომა აქვს გაწეული. და შეიძლება ითქვას, რომ აღორძინება ამ ეპარქიის, რომელსაც დღეს ჩვენ თვალით ხედავთ, მეუფე სერაფიმეს სახელთან არის დაკავშირებული. მე აღარ ჩამოვთვლი, თუმცა ბევრი არის ჩამოსათვლილი და თქვენ შეგიძლიათ, რომ მომეხმაროთ ამ ჩამონათვალში, მაგრამ მე ერთს ვიტყვი განსაკუთრებულ მის დამსახურებას და მე ვფიქრობ, რომ ეპარქიისთვის ყველაზე მეტი, რაც მას გაუკეთებია, არის ის, რომ მან მოაგროვა მასალები და წარადგინა წმინდა სინოდის კრებაზე, წმინდა ზოსიმე კუმურდოელის შესახებ, რომელიც არ იყო შერაცხილი წმინდანად. მე-14 საუკუნის მოღვაწე იყო და წმინდა ზოსიმე კუმურდოელი წმინდანად მისი დიდი შრომის ფასად შეირაცხა. მანამდე მან გამოაქვეყნა კუმურდოელი მღვდელმთავრების სია. ცნობილი იყო 10 კუმურდოელი მღვდელმთავარი, რომელიც მოღვაწეობდა სხვადასხვა დროს ჩვენს ეპარქიაში. და მან ერთის მხრივ ეს სია გამოაქვეყნა და მეორეს მხრივ ამ სიას მოაკლო ერთი მღვდელმთავარი. ეს არის წმინდა ზოსიმე კუმურდოელი, რომელიც იმის გამო რომ წმინდანად შეირაცხა ამ სიაში აღარ არის. მოსახსენებელ სიაში, მავხედველობაში. და აი ამ შრომის გამო, რაც მან გასწია, ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ეს სია შეივსოს, თვითონ მან შეავსოს ეს სია. და ჩვენ დღეს წირვაზე კუმურდო მღვდელმთავართა სიაში მოვიხსენეთ მეუფე სერაფიმე. და მინდა გითხრათ, რომ სრულიად დამსახურებული. აი როგორც ღადარინელმა, განკურნებულმა ეშმაკეულმა უთხრა იესოს, რომ შენთან მინდა ყოფნა, აი ესე აქვს გაკეთებული და ესე აქვს ნათქვამი მეუფე სერაფიმეს, რომ აი ამ კუმურდო მღვდელმთავრებთან უნდა ყოფნა. და აი განგება ესე იყო, ის განგება, რომ იგი ჩაეწერა ამ სიაში. და იგი დღეს მოიხსენება როგორც კუმურდოელი მღვდელმთავარი ჩვენს ეპარქიაში ყოველ შემთხვევაში ესე მოიხსენება. სხვა ეპარქიაში მაინდა-მაინც გონი ეს სია ცალკე არ იკითხება. აი ჩვენთან ყოველწლიურად იკითხება. ასე რომ მინდა მიულოცო მეუფე სერაფიმესა თქვენ, რომ ღირსეული მან დაიმკვიდრა ადგილი. თავის დიდ წინაპართა შორის. ვერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი. არს და